მე ვარ შმაგის სამხარაძე და ეს არის გადაცემა პროპაგანდის წინააღმდეგ მის მინეზე. დუგინის მითი ლოხკე რუკა როგორ იქნება რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი ამტკიცებს, რომ რუსეთი არის კატეხონი, ძალა, რომელმაც თითქოს და უნდა შეაჩეროს დასავლეთი და გადაარჩინოს მსოფლიო მორალური დაშლისგან. რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი დაახლოებით 6-დან 10%-მდე დადის ეკლესიაში რეგულარულად. რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება განქორწინების რაოდენობით. კატეხონი არა, მაგრამ ხონის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები ნამდვილად არიან. დღეს ვისაუბრებ პროპაგანდის მთავარ ხაზებზე. ხიბინის სისტემა იმ კონფიგურაციით საერთოდ არ იყო დაყენებული იმ ტიპის SU-24-ზე. რაც თქვა ზელენსკი, რომ მე ამას არავინ არ მაპატიებს, მას არც ასე აპატიებენ და არც ისე აპატიებენ. ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირება მართლაც გამოიყენა. თუმცა ის ამას სრულად სხვა კონტექსტში ამბობდა. და კონტექსტი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამოგლეჯილი ციტატა. ისინი აკეთებენ ხმაურიან პროგნოზებს. თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ რაღაც არასოდეს მოხდება, ან პირიქით, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. მაგრამ როცა დრო გადის, ხშირად აღმოჩნდება, რომ მათი პროგნოზები უბრალოდ არ ემთხვევა რეალობას. ეს არის ბევრად უფრო რბილი და მანევრული კომუნიკაცია, სადაც პროპაგანდისტი ცდილობს დობის მოპოვებას, კულტურაზე, რელიგიაზე და ისტორიულ კავშირებზე საუბრით და შემდეგ ამ დობის გამოყენებას პოლიტიკური ნარატივის გასავრცელებლად. რატომ ეძლევა ქართულ ტელეეთერში რეგულარული პლატფორმა ადამიანს, რომლის პოლიტიკური პოზიცია საბოლოოდ მაინც ემთხვევა კრემლის ნარატივს საქართველოს კონფლიქტებზე.